Ხლა ჩვენ სტუმართან ერთად განვიხილავთ ზაზა ბიბილაშვილი ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარე. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავიწყოთ ერთი ასეთი ზოგადი შეკითხვით, რომელიც ამასთანავე კონკრეტულიც არის ჩემი აზრით. დღევანდელი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების გამოცხადება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ივანიშვილმა რეალურად გამოაცხადა, რომ ვიდრე მე ვარ ძალაუფლებაში, სააკაშვილი უბრალოდ ციხიდან ვერ გამოვა. საღამოშვიდობის ნამდვილად ასეა და მე ვიტყოდი ეს ივანიშვილის გამოცხადებული არ არის იმდენად რამდენადაც პირადად პუტინის დავალება მთლიანად აი ეს მასკარადი რომელიც ამ კონკრეტულ პროცესს ახლდა და რომელიც 11 წელი გრძელდებოდა მე მინდა უბრალოდ კონტექსტისთვის გავიხსენოთ რომ როდესაც რუსთავი 2-ის წაღება მოუნდა ივანიშვილს ეს პროცესი რამდენიმე თვეში დაამთავრა და ჯანაშიას და სააკაშვილის საქმე მარტო ეს კონკრეტული საქმე 11 წელია მიდის და ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში მოხდა ამ გადაწყვეტილების გამოცხადება ანუ აპრიორი ეს არის რაღაც პროპაგანდისტული ბინძური შოუ, როდესაც მთელ საზოგადოებას ყოველჯერზე ახსენებენ რაღაც აბსურდებს, თითქოს ვიღაცამ რაღაც მოიპარა და მე ძალიან მინდა რომ შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს თვითონ ქოცური პროპაგანდა რას ამბობდა ამ ფაქტზე, ხო? როგორც კი მოვიდა ივანიშვილი ხელისუფლებაში, ძალიან აქტიურად დაიწყო მისი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, მათი მხარდამჭერი ბეჭდვითი თუ სატელევიზიო საშუალებების მიერ იმაზე საუბარი რომ ხომ ყველა ვიცით რაღაც 19 მილიარდი მოიპარა ოფშორებში მილიარდი იყო აი მართლაც რაღაც საკრალური ციფრი იყო ხო სხვადასხვა გამსახურდი ესე დაებოდნენ რომ 19 ზოდიოქრ მოიპარა აი რაღაცები არ იცვლება რუსულ პროპაგანდაში და აღმოჩნდა რომ კაც რომელსაც ედავებოდნენ 19 მილიარდი დოლარის ქურდობას ბრალად ვერ წაუყენეს იმაზე მეტი ვიდრე აი ამ თანხის 0.02 რამდენი 2% ხო 9 მილიონ ლარზეა საუბარი რომლის 99% ის ხარჯებია რომელზეც ბექაბასილაია საუბრობდა აქ არის პრეზიდენტების დახვედრის ხარჯები ოფიციალური ვიზიტის ხარჯები 1% პროპაგანდამ ფიქრობთ რომ კარგად გამოიყენა არ არსებობს საქმე სადაც 1%-ს ვერ ვიპოვით და მეორე მხრივ რომ შევხედოთ ვინ ვის ასამართლებს ხო ჩვენ გვყავს ხელისუფლება რომლის პრემიერ-მინისტრმა თავისი შვილი სახელმწიფო ხარჯებით წაიყვანა პირადი მიზნებით სასწავლებლად ამერიკაში რა აი გააგულავა რა როგორ თქვა არ ვიცი სხვანაირად ხო თვითფრინავით წაიყვანა და მე როდესაც ეს თემა გამჟღავნდა ხო თქვა რომ ჩემმა პენსიონერმა მამამ გადაიხადა ამის ფულიო ცხადია ტყუილი იყო ამის მტკიცებულება არ არსებობს და ეს ადამიანები რომლებიც აი ერთ კონკრეტულ შემთხვევაში იპარავენ ამდენს ერთ კონკრეტულ შემთხვევაში ითვისებენ ამდენს ასამართლებენ ადამიანს რომელმაც საქართველოს მართლა ფეხზე დააყენა ერთი რამ კიდე არის გასათვალისწინებელი აქ როდესაც საუბრობთ ხო რაღაც ციფრებზე 19 მილიარდზე თუ 9 მილიონზე და ესენი ვინ არიან და რა мотиваცია გააჩნიათ უბრალოდ რომ გავიხსენოთ სააკაშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში მაშინ პენსია იყო 14 ლარი. დიახ 14 ლარი რომელსაც წლობით ვერ იღებდნენ პენსიონერები რატო იმიტომ რომ იპარავდნენ ამ პენსიასაც აი იმ 14 ლარსაც ვერ იღებდა პენსიონერი ბებია ჩემი ძალიან ბედნიერი იყო ხოლმე მათემატიკას რაღაც მიუმატებდა ქაღალდზე რომ უკვე 2 წლის პენსია მაქვს ასაღები და რამდენი გამოდიოდა ხო რაღაც 200 რაღაცა თუ 300 ლარი ეს პენსია მან გაათმაგა ჩვენ რო ყოლოდა ამ ქვეყანაში ეროვნული ხელისუფლება და ამავე ტემპით გაგრძელებულიყო განვითარება დღეს პენსია იქნებოდა 1200-1300 ლარი მაგრამ პენსია არის რამდენია 300 რაღაცა ლარია ხო დღეს მაშინ როდესაც 12000 ლარი გაუხადეს პაპუაშვილს იცით რა არის აქ არის კიდევ ერთი დეტალი ის რომ ეს საქმე პოლიტიკურია ამაში მე მგონი ეჭვი არავის ეპარება მაგრამ თავად ხარჯებზე თუ მიდგება საქმე უნდა მოიხსნათ თუ არა წინა პრეზიდენტებს გრიფი ხარჯებზე რომელიც შედარების საშუალებას მაინც მოგცემდა აბა ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირები მათ შორის პრემიერი მაგალითად ღარიბაშვილი რაში და როგორ ხარჯავდა ფულს ეს უნდა გაკეთებულიყო თუ არა თავის დროზე იმისთვის რომ საზოგადოებას უბრალოდ ენახა რაზეა ლაპარაკი ჩემთვის ძალიან დასანანია ეს ფაქტი რომ არ მოეხსნა გრიფი საიდუმლო ამ დოკუმენტაციას და მე იმედი მაქვს რომ დღეს ამდენი წლის თავზე პრეზიდენტ მარგველაშვილს დაუსვამენ ამ კითხვას ვინაიდან მას კონკრეტულად მე მახსოვს ესეთი გიორგი გაბუნიასთან ეთერში დაესვა ეს კითხვა რატომ არ ხსნით გრიფით საიდუმლოს ამ მასალებს ეს რომ მომხდარიყო პრეზიდენტს უბრალოდ რომ მოეხსნა გრიფის საიდუმლო გამოჩნდებოდა რომ ანალოგიური სამართლებრივი საფუძვლით idენტურ ხარჯებს გასწევდა ანზორ ჩუბინიძე ბიძინა ივანიშვილისთვის
როგორ შეიძლება რომ თემურ ჯანაში ამაში დამნაშავე იყოს და ანზორ ჩუბინიძე არა, სააკაშვილი დამნაშავე იყოს და ივანიშვილი არა, ხო? იდენტურ სამართლებრივ საფუძველზეა საუბარი და იდენტურ ხარჯებზეა საუბარი. რაც შეეხება გრიფის მოხსნას, მე მახსოვს ის ეთერი და იქ ითქვა, რომ მეო რომ მოხსნაო გრიფიო, მაშინ ამ შემთხვევაში ისე გამოვა, რომ ყველა დაინახავს, რომ ეს პოლიტიკური დევნააო და ასე ვთქვათ, თავი მოგოჭრება მსოფლიო მასშტაბით, ხო? ჩემი აზრით ეს არ არის არც სწორი პოლიტიკური პოზიცია, არც სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია და ამის გახსენება სწორია, ვინაიდან ნებისმიერი ესეთი გაკვეთილი ჩვენ მომავალში გამოგვადგება. ნებისმიერი ესეთი გაკვეთილი ჩვენთვის დღეს უნდა იყოს, რა ვიცი, სასწავლებელი შემთხვევა იმისა, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ მომავალში. ხო, ისტორია ყოველთვის თანამედროვეა. ისტორია ყოველთვის არის აქტუალური და ისტორია მეხსიერება ყოველთვის ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ ის რაღაც კონკრეტული დავივიწყეთ, ხვალდაზე გიგივეს გაიმეორებს მტერი. წეგან ხო ვახსენეთ, არა, გამსახურდიას დააბრალეს 14-19 ზოდი ოქროს მოპარვა. რამდენიმე მანქანით გადავიდა სომხეთში ძლივს გაასწრო ალბათ გვახსოვს. სააკაშვილს დააბრალეს 19 მილიარდის გადამალვა ოფშორებში და სინამდვილეში რა შედგა. გამსახურდიას შემთხვევაშიც იდენტური იყო, რაზმაძე იყო თუ არ ვშტები, მაშინ გენერალური პროკურორი, რომელმაც სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლა უკვე სიკვდილის შემდეგ ბრალი დასდო და გაასამართლა პრეზიდენტი გამსახურდია. ეს არის ტიპიური რუსული ცინიზმი, რომელიც გვეუბნება, რომ აი ქართველები თვითონ გაასამართლებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც მოგიტანეს დამოუკიდებლობა, რომლებმაც რაც ქაოტური ტერიტორიიდან შექმნეს სახელმწიფო და აი ამით ჩვენ შურს ვიძიებთ, ცინიკურად შურს ვიძიებთ. აი ამ ნაწილში ხო, გასაგებია მე აღნიშნე კიდეც რომ აქ ორი აზრი არ არის იმაზე რომ ეს არის ოლიგარქის შურისძიება და თქვენ როგორც თქვით, არა ხო ის ასრულებს ამას, მაგრამ პუტინის შურისძიება რეალურად რომ სააკაშვილი არ უნდა გამოვიდეს ციხიდან. ახლა იმაზე ვისაუბროთ, რა შეიძლება გაკეთდეს. როდესაც მესამე პრეზიდენტის ზის ციხეში ჩვენ ვხედავთ რომ საქმეებს ამატებენ და ამატებენ, კიდევ არის რაღაც საქმეები, რომელიც შემონახული აქვთ, ასე ვთქვათ, რამდენად აქტუალურად დგას თქვენი აზრით აი ამ პოლიტიკურ რეალობაში ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ სააკაშვილის საკითხი არის თუ არა იმდენად მაღალ დონეზე, რომ ამას მუდმივად კონდეს რეზონანსი და მესამე პრეზიდენტის ასე ვთქვათ ციხიდან გამოყვანა თუ არა ყოველ შემთხვევაში ამ საკითხის მაღალ დონეზე ყოფნა უზრუნველყოს. ნუ ამ ეტაპზე არ არის საკმარისად მაღალ დონეზე და ჩვენ და სამწუხაროდ ახლა საერთაშორისო ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ამაზე საუბარი შეიძლება ვიღაცაებისთვის სრულად გასაგები მიზეზების გამო იყოს ნუ პრიორიტეტული არ იყოს, ხო? ჩვენ როდესაც საუბრობთ რუსულ პროპაგანდაზე და რუსულ მეთოდებზე, ეხლა რუსეთი იგივეს გაკეთებას ცდილობს უკრაინაში. ის სისტემატურად ამბობს, რომ ზელენსკის თავად უკრაინელი ხალხი გაასამართლებს. ერთ-ერთმა ამერიკელმა არ დავასახელებ ვინ, გაიმეორა ეს რუსული პროპაგანდისტური მესეჯი, რომ ზელენსკის უნდა მიეცეს თავშესაფარი და მესამე ქვეყანაში წავიდეს და უკრაინამ დამოუკიდებლობა უნდა აღიდგინოსო, ხო? ჩვენ ვსაუბრობთ მეორე მხარეს რუსეთზე, რომელიც არის ამერიკის მტერი, ნატოს მტერი, ევროპის მტერი და ამას არც მალავს. ამისთვის საკმარისია უბრალოდ ჩავრთოთ ნებისმიერი პროპაგანდისტული არხი, რომელსაც პუტინი ფლობს და აკონტროლებს და მოусმინოთ რას ამბობენ. წავიდა ის დრო, როდესაც ანალიტიკა იყო საჭირო, ვიღაც მცოდნეები უნდა დამჯდარიყვნენ, ვისაც რაღაც ინფორმაციებს მიუტანდნენ და დაადარებდნენ ერთმანეთს. პირდაპირ ამბობენ რა უნდათ, პირდაპირ ამბობენ რას აპირებენ და რას იზამენ თუ მათ ხელი არ შეეშალათ, ხო? შესაბამისად ახლა რომ დაუბრუნდეთ საქართველოს ვითარებას, სამწუხაროდ ისეთი ვითარება შეიქმნა დასავლეთში, რომ ამ ეტაპზე ჩვენი პრობლემა ობიექტურადაც ძალიან დაბლა დაიწია. რაც შეეხება ამ სასამართლოს პერსპექტივას, მგონი ესეც იკითხეთ თქვენ, ხო? მე მგონი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი, ნუ იარაღს არ ვიტყოდი, მაგრამ ხო, იარაღი, ასე ვთქვათ, უნდა იყოს ადეკვატურობა და მოლოდინების მენეჯმენტი, ხო? მე ძალიან ბევრი ადამიანის გამსმენია იგივე მზია ამაღლობელის პროცესზე, რომ აი როგორ მეგონაო, რომ სააპელაციო გააუქმებდაო და მეგობრებო, ესეთი მიამიტობა უბრალოდ ჩვენ გვნებს, იმიტომ რომ კარგად ვერ ვაცნობიერებთ, ვისთან გვაქვს საქმე. ვინ გააუქმეს, რა სააპელაციო, რა სასამართლო საერთოდ. დამთავრებულია ეს ამბავი, ეს არის თავიდან ბოლომდე, უბრალოდ აი რაღაც შენობას ქვია სასამართლო, რაღაც შენობას ქვია პარლამენტი, რაღაც შენობას აწერია მთავრობა, სინამდვილეში რუსიზის. მე არ ვიცი ახლა გიორგი ჩიკვაიძეა ხო ის ბიჭი მე მგონი რომ დაიჭირეს. დიდი ხანია ჩვენ ვამბობდით რომ საქართველოში არიან რუსები ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ადგილიდან მართავენ პროცესებს და მისმა გუშინდელმა თუ გუშინწინდელმა ინტერვიუმ ზუსტად ეს დაადასტურა. შესაბამისად, არანაირი ილუზია არ უნდა გქონდეს რომ ან სასამართლოში რაღაცა შეცვლის, ან მთავრობაში ვიღაცას სინდისის ხმა გაუღვიძებს გაუნათებს გონებას, ხო? ჩვენ სამწუხაროდ უკვე ბოლომდე
კრისტალიზდით როგორც საზოგადოება, ხო, ივანიშვილი და პუტინი ამისთვის წლები ამზადებოდნენ, ჩვენ უყურებთ როგორ ხდება ნეგატიური გადარჩევის გზით, ყველაზე უფრო ბრმად შემსრულებლების, მორჩილების ეს დამჯერებიც არ არიან, ეს არ არიან ადამიანები, რომელსაც აი რაღაცას დაავალებენ და გააკეთებენ. ესენი არიან ადამიანები, უბრალოდ აი ბრმა შემსრულებლები, ესენი 30-იან და 40-იან წლებში რო ყოფილიყვნენ, იქნებოდნენ ჩვეულებრივი ბუხენვალდის ჯალათები. იგივეს აკეთებენ დღეს უბრალოდ ვითარებაა სხვაგვარი და მათი ჯალათობა სხვა რაღაცაში გამოიხატება. ბატონ ზაზა, აი ერთი არის თქვა ვის მიმართ აქვს პოლიტიკური სიმპათიები თუ ანტიპათიები, ეს იქნება მაგალითად პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი თუ აი ახსენეთ მაგალითად ბიზნესმენი ჩიკვაიძე, რომელიც იყო ძალიან აქტიური მხარდამჭერი ქართული ოცნების, მაგრამ შემდეგ ნახეთ როგორ შეიცვალა სიტუაცია, ანუ ეს სისტემა და რეჟიმი, რომელიც ახლა მოიყოლებს ყველას მის მხარდამჭერებსაც კი, ყოველ შემთხვევაში ნაწილს. ამასთანავე პრეცედენტი, რომელიც აი ამ სასამართლო პროცესებით იქმნება, გვაჩვენებს, რომ სამომავლოდ პრაქტიკულად გამზადებული არის საქმეები მათ წინააღმდეგ, რასაც მაგალითად სააკაშვილს დავებიან და შეუფარდეს, ყველა შეუძლია, საქმეებია ისეთი, სადაც საერთოდ ეჭვი არ ჩდება, ახსენეთ მაგალითად ღარიბაშვილის შემთხვევა, პოლიტიკური დევნა პირდაპირ, აი საჯარო მოსამსახურებს ამაზე გვექნება დღეს სიუჟეტი, ათავისუფლებენ პოლიტიკური ნიშნით, აი ეჭვს არტოვებს და ნიშნავენ პირდაპირ თავიანთ პარტიულ აქტივს, ხო, ეს რაღაც მავნე პრაქტიკა, რომელიც ყოველთვის იყო. მაგაზე გიგი უგულავა ზუსტად მაგაზე იჯდა და აი ეს кейსი, გიგი უგულავას кейსი რო გამოვიყენოთ, რა ვიცი, ნარმანიასაც და კახი კალაძესაც აი დღესვე პირდაპირ პრეცედენტები არის, რომლითაც გაუშვებდა. ეს ტრადიცია, რომელიც არსებობდა და რომელიც მაგალითად ის რომ რაღაც ტრადიცია მოყვებოდა, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებს და პარტიას ყოველთვის უჭირდათ რაღაცნაირად იქაც გამიჯნა, იქაც არ არის ლაპარაკი იმას, რომ ვინმე რამე მოიპარა. უგულავასაც სულ სხვა რამეს პროპაგანდირებდნენ, საერთოდ სხვა რაღაც იყო, როგორც პრობლემა ამ ქვეყნის არსებობდა ეს და ახლა უკვე უმაღლეს დონეზე აყვანილი. რა შეკითხვა მინდა დაგისვათ? აი ამ ვითარებაში, რომელიც თქვენ აღწერეთ, ამას ჭირდება წინააღმდეგობა. აი ამ წინააღმდეგობის რა ფაზაში ვართ ახლა ჩვენ და რამდენად აქტიურად მიდის ეს წინააღმდეგობა, როგორ ფიქრობთ? მხოლოდ საპროტესტო აქციებს არ გულისხმობ, სხვადასხვა ფორმას თუნდაც. ეხლა ვიმყოფებით საკმაოდ რთულ ფაზაში, რამდენიმე მიზეზის გამო, ერთი ის, რომ ბუნებრივად ბევრი დაიღალა, 100 რაღაცა დღეა უკვე რაც პროტესტი გრძელდება უწყვეტ რეჟიმში და შეუძლებელია რომ ამან თავისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური შედეგი არ გამოიღოს და მეორე მხრივ, როგორც თქვით, საერთაშორისო ვითარება გართულებულია ობიექტურ მიზეზთა გამო, რადგან ჩვენ არანაირი გავლენა არ აქვს და ბევრისთვის ეს არის ერთგვარი შემაკავებელი თუ დამაფიქრებელი ფაქტორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს საბოლოო გამოღვიძება. მე ძალიან მომწონს, როდესაც ბევრი ადამიანი გამოდის და ამბობს, რომ ან მე შემეშალა, ან ესე უნდა ვქნათ, აი აწი მაინც ვიაროთ სწორი გზით. აწი მაინც განვიძარცვოთ ყოველგვარი ილუზიისგან, რომ სააპელაციო რაღაცას გააუქმებს, ან ვიღაცა რაღაცას სწორად გააკეთებს. აი ერთეული შემთხვევები თუ სისტემაში სადღაც ადამიანი შემორჩა, არანაირად არ ნიშნავს, რომ სისტემა არის მორყეული და რომ გავიხსენოთ ისტორია ყოველთვის აი პრაქტიკულად ერთ-ერთი მაგალითებს შეიცავს იმისა, რასაც ესენი გააკეთებენ. პირველი თაობის ბოლშევიკები შეეწირენ მეორე თაობის ბოლშევიკებს. მაგრამ საქართველოს ამით ვერაფერი ვერ მოიგო. ის რომ ფილიპე მახარაძე ვიღაცამ დახვრიტა და მე სერგო ორჯონიკიძემ თავი მოიკლა და მე ბერია დარჩა და მე ბერია მოკლეს, საქართველოს ამით ვერაფერი ვერ იხეირა. და ეხლა ძალიან დიდი ბოდიში და როდესღაც კალაძე და კობახიძე თუ გადაყვებიან ივანიშვილის რეპრესიებს, ამით მე თქვენ და ჩვენი შვილები და ქვეყანა ვერ ვიხეირებთ. ჩვენ დღეს უნდა ვიმოქმედოთ და სხვანაირად. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზაზა ბიბილაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.